თავისი აღთქმული ქვეყანა, საიდანაც მიდის და მიხავს თავისი ხალხი. ივანაშვილის აღთქმული ქვეყანა რუსეთია, საიდანაც არც ფინანსურად, არც მენტალურად არასდროს გამოსულა. ამიტომ ყველასთვის ეგ უნდა. ბოდიში ყველასთვის არა. აღთქმულ ქვეყანაში ვერ შევა ქართული deep state. ანუ მთელი ოპოზიცია. ვერავინ ვინც ქუჩაში დგას. ვერავინ ვინც კობახიძესავით არ ფიქრობს. ვინც ყაველაშვილივით განათლებული არ არის. ვინც წილოსანივით ტელეგენიური არ არის. ვინც ზარქუასავით ლომგულოვანი არ არის. მოკლედ სულ 400 კაცი. არ შეიძლება რომ 400,000-მა ადამიანმა 4 მილიონ ადამიანს შევქმნას დისკომფორტი. ეს უბრალოდ არ შეიძლება 400,000-მა ადამიანმა შეაფერხოს ეკონომიკის განვითარება 4 მილიონი ადამიანისთვის. ერთ-ერთი რაც ემსახურება ესრულებების სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის პოლიციის გაძლიერება. მადლობა ისევ იმედის დრონს უთხარით. ადრე რომ მხოლოდ 300 კაცს ხედავდა, ახლა 400-მდე ასუხართ. ქართულ ოცნებას რომ ერთი კოლექტიური სივი ჰქონდეს გრაფაში განათლება ეწერებოდა ფსბ-ს სახელმძღვანელო დიქტატორებისთვის. ან ლუკაშენკოს ავტობიოგრაფია კარტოფილის ელიტური ჯიშის თესლიდან მარადიულ მმართველობამდე. ან ჟან ბედელ ბოკასას კულინარიული რჩევები, როგორ შეუკმაზოთ ოპოზიციონერის ადილად. სიტყვა ჰიპერბოლა ან გაზვიადება არ ახსენოთ. ასე გაიძახით 2012 წლიდან არა, ქართველი მაგას არ დაუშვებსო. ივანაშვილმა ოდესღაც თავად აღიარა, რომ ძალიან მოსწონდა, როდესაც გრაფ მონტე-კრისტოს უწოდებდნენ. ისევ ის დრო სჯობდა, როცა ეს პორტრეტი ჯერ შემოფეთებული არ ჰქონდა. მაგრამ ის დრო 2011 წელს დასრულდა. მას შემდეგ ბორის ივანაშვილი პრიმიტიულობამდე მარტივი გამოსაცნობი შეიქმნა. როდესაც ზუსტად იცი ბაძავს, ხვდები ხვალ რასიზმს. მომდევნო 2 თვის განმავლობაში კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. რა კი ამან თქვა, თვით იმას უთქვამს და რა კი იმან თქვა, იზამს. როდის რა პირობა არ შეუსრულებია? რა კი თქვა, ცილის წაემბას აღარ გაპატიებდო, ესე იგი აღარ გვაპატიებს. ხო, ხაზეინმაც ასე დაიწყო. NTV, ORT, კომერსანტი, მე6 არხი, შემდეგ კი გადასწოდა ყველასა და ყველაფერს. ბოლოს უკვე YouTube-ის ჩათვლით. ცენზურაში, ხალხის ხოცვასა და რეპრესიებში ისე ჩაერთო და გაერთო, რომ 2023 წელს შემოიღო კანონი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დისკრედიტაციის წინააღმდეგ. როგორც კი დაწერთ, ან მეორე ადამიანს ეტყვით, რომ უკრაინაში სპეცოპერაცია კი არა, ომია, ან რომ რუსის სამხედროები რამეს აშავებენ, ან რომ მშვიდობიანი ადამიანები რუსის ბომბებით იხოცებიან, ციხეზე დგავთ. არც მეტი, არც ნაკლები 15 წლამდე. რა იგულისხმება დისკრედიტაციაში? აი მაგალითად ეს. მე6 კლასელი გოგონას ნახატი, რომელსაც აწერია დიდება უკრაინას და არა ომს. ამის გამო მისი ერთადერთი პატრონი, მამა, 2 წლით ჩასვეს. გოგონა კი სპეციალურ დახურულ რეჟიმის ბავშვთა სახლში გაამწესეს. თუ გონიათ რომ ეს აკლემი თქვენს ჭიშკართან არ დაიჩოქებს, ძალიან ცდებით. სულ 2 დღის წინ ბორინკას სასამართლომ ეს კაცი მამებისა და შვილების მარშზე თავისი ახალგარდაცვლილი შვილის სურათით მისვლის გამო დააჯარიმა. რატომ გამოარჩია 1000 წლისგან? 10 წლის წინ მისი მთავრობის წევრი რომ იყო, უფრო იმიტომ. პოსტი მე დავწერე, მაგრამ მხოლოდ 300 დოლ მეწერა. უამრავ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, მაგალითად დოლგო ჟიწელი, ხცოვანი ან რამე სხვას. მოსამართლემ კი გადაწყვიტა, რომ მე პუტინს დოლბაიობი უწოდე. კანონი, რომელიც იური კარტიჟევის წინააღმდეგ გამუშავდა, ზუსტად ისე იწყებოდა, როგორც დღეს პუტინის მონის მონა მდინარაზე გეგმავს. საჯარო მოხელეთა შეურაცხყოფისგან დასაცავად. ოღონდ ჩვენ რა გვემუქრება? პუტინ ხუილოს ზახილისა და ბანერებისთვის ქოცების მილიცია უკვე მრავალი წელია ხალხს აჯარიმებს. ამ შემზღუდავი კანონებით არ ეყოფა თქვათ მოქალაქეების დაწყნარებას, მაშინ უფრო გაამკაცრებს მაგალითად შეკრების და მანიფესტაციის კანონს, ამ თანხასგაზრდის, ან უბრალოდ იმ სივრცეებსაც შეზღუდავს, სადაც დღეს ვიკრიბებით ცენტრალური ქუჩა მაგალითად რუსთაველი რო ავიღოთ, ხო? შესაბამისად შემდეგი თქვათ იქნება უცებად მედია, ან ტელევიზიები, თუმცა ისიც ვიცით, რომ ეგეც აღარ არის საკმარისი, იმიტომ რომ ინფორმაცია ვრცელდება დღეს სოციალური ქსელებით, შესაბამისად რა თქმა უნდა შემდეგი დანიშნულება იქნება სოციალური ქსელების შეზღუდვა. ივანაშვილს ალბათ არც აქვს პრეტენზია, რომ რამეს იგონებს. თავარია ზედმიწევნით გაატაროს, რასაც ეტყვიან. ისე არც რუსს მოუგონია ყველაფერი. დიქტატორები სულ ერთი დიქტატით არიან ნაკეთები. ლანა კალანდიასთვის, ვინც ლიოსას დიდებული რომანი დიდებულად თარგმნა, ივანაშვილიც დომინიკელი ტრუხილიოს გაგრძელებაა.
ტრუხილიოც ქველმოქმედის სახელით იყო ცნობილი და ყველაფერი რასაც აკეთებდა სწორედ აი მას მოსწონდა რომ ქველმოქმედს უწოდებდნენ და ღრმად იყო დარწმუნებული რომ მართლაც დიდ ქველმოქმედებას ეწეოდა და იქ არის წიგნში ერთი ეპიზოდი მონოლოგი სადაც ის თავისთვის ფიქრობს რომ აი ამდენი გავუკეთე ამ ხალხს ამდენი რამ გავეცი ასე ვაკეთებდი ისე ვაკეთებდი და მაინც რა უმადური ხალხიაო დომინიკელები ამბობს ბორის ივანაშვილი წიგნ დამწყრალადაა ამიტომ ერს უფრო ზუსტად იმ 400 ოპოზიციონერს ის გადაგვრჩენია მის ჩემს ეკას უთხოვოთ ვაცის ნადიმიდან მოკლე ამონარიდები წაუკითხოს ოღონდ ქალბატონო ეკა ძილის წინ არქნათ ეგ სიზმრები არ დაუფრთხოთ შეთქმულებისა და ტრუხილიოს ჩაცხრილვის სცენებით მეთოდები ყველა დიქტატორს ალბათ მსგავსი აქვს ხო როგორ გადაბირების მეთოდები დაშინება მოსყიდვა შანტაჟი ბავშვების მონათლა თავზე ხელის გადასხმა კეთილდღეობის ილუზიის შექმნა ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის საგანგებოდ ყოველთვის უსვამდა ხაზს რომ აყვავა ქვეყანა და ეკონომიკურად დუღდა თითქოს ქვეყანა და ასე შემდეგ და უკვე ისინი ვინც რჩებოდა საზოგადოების ის ნაწილი რომელსაც ის ვერაფერს ვერ უშვებოდა უკვე ფიზიკურად ანადგურებდა რამ გამოიყვანა ქუჩაში 400 კაცი ცოტა მეტი უფრო სწორი კითხვაა ვინ აი ამან თავისი პირდაპირი უარით ევროპულ პერსპექტივაზე. დაიწყო მას შემდეგ, რაც უკვე ღიად განაცხადა რეჟიმმა უარი ევროკავშირზე გაწევრიანებაზე, ხო? ამიტომ მაგის შემდეგ მოლოდინები, ან დღეს რა რეჟიმშიც ვართ, არის ზუსტად ამ უარის დამსახურება, ხო? ამიტომ თუ რაღაცა ავიღებ ჩვენ სექტემბერში მოლოდინი ნაკლები მქონდა ზუსტად დღეს ვეროთ უფრო ოპტიმისტურად ვარ ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ისე და ისე ის რასაც შეეხო რეჟიმი ვეროთ უფრო ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე მასაც წარმოედგინა, ხო? ანუ ევროკავშირში გაწევრიანება აღმოჩნდა რაღაცნაირად უფრო მეტი ადამიანისთვის ვეროთ უფრო მტკივნეული საკითხი, ანუ გაწევრიანებაზე უარი, ვინაიდან რაღაცნაირად ეს არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. ევროპაზე უარის თქმის ტექნოლოგიაც ყველაზე კარგად რუსს აქვს დამუშავებული. ერთი რეპეტიცია იანუკოვიჩთან მოაწყო, მაგრამ იქ ჩაფლავდა. საქართველოს მგზის ნაწილი უკვე გაიარა. ოღონდ კიდევ დარჩა რაღაცები. დინარაძემ რაც 4 წუთში ჩამოთვალა, უახლოეს 2 თვეში აქვთ მოსასწრები. მომდევნო 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე. აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება, ეს იქნება პირდაპირ თუ ირიბი სახელფასო დანამატი, ტრენინგის დაფინანსებაზეც არის საუბარი, ვიზიტი თუ ასე შემდეგ. ესე ზუსტი ანარეკლია პუტინის გამოცდილებისა. რუს ჩინოვნიკებსაც კარგა ხანია აუგზავნეს უცხოეთში, ან უცხოელებთან ერთად სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა. თუ რა თქმა უნდა, PSB-ს ჭე-კლასის მშვიდობის კონფერენცია არ არის კიმბერლი ლოუს საპატიო სტუმრობით. ზუსტად წინა პარასკევს რუსის სახელმწიფო დუმამ დაიწყო უცხოელ აგენტთა კანონის გამკაცრების უკვე მეხუთე სეზონი. არასამთავრობოებს, რომელთაც პუტინის პრეზიდენტის ფონდი ან რაიმე მსგავსი არაფინანსებს, ეგზალებათ ლექციებისა და ღია შეხვედრების გამართვაც კი. უცხოელ აგენტებად გამოცხადებულ ორგანიზაციებსა და პირებს აღარ ექნებათ კუთვნილი ჰონორარის მიღების უფლება. სახლს ან მანქანას თუ გაყიდიან ან გააქირავებენ, მთელს ფულს სახელმწიფო წაიღებს. ხოლო თუ იყიდიან, თუმცა როგორ იყიდიან, როცა ანგარიშები აქვს დაბლოკილი. ამიტომ აღარ უკვირს არავის, რომ მხოლოდ 2024 წელს მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთიდან და ბელარუსიდან 1500 ჟურნალისტი და მათი მედია გაიქცა. რას აკეთებს პუტინის ნამესნიკი ბორინგა? კი, ჯერ რუსთავი 2 ჩაიდო ჯიბეში გავათავისუფლე ტელევიზიაო. მისი დირექტორი კი ახლა ოცნების სიით პარლამენტში დასვა. სრულიად დაუფარავად კლავს ყველა მედიას. ზოგს ინსტიტუციურად, ზოგს ფიზიკურად. შეკითხვა არის შეძლებს თუ არა ივანიშვილი იმ ტიპის ავტორიტარული სისტემის შექმნას, რომელიც გრძელვადიან სტაბილურობას მოიტანს თუნდაც დიქტატურის პირობებში და ამის ილუზია მე არ მაქვს მაგალითად, იმიტომ რომ უფრო სხვა რესურსია საჭირო, ვიდრე თქვათ ირანში და რუსეთში ეს მოახერხეს რეჟიმებმა. პუტინმა, ლუკაშენკომ, ტრუხილიომ, კასტრომ, ლენინმა და აიათოლებმა ყველა მასი აკეთა. ხოდა ივანაშვილიც ასე იზამს. მედიასთან ერთად გადამწყვეტ შეტევას მიიტანს ყველაზე, ვინც ჩამოყალიბებულ ან პოტენციურ ლიდერად მიაჩნია. უნდა მეთქვა, აგერ ცოცხალი მაგალითი მეთქი და ბოლო წამს ენაზე ვიკბინე. ეს მაგალითი უკვე მკვდარია. ერთ კვირაში 16 თებერვალს სრულდება 1 წელი, რაც პოლარულ სარტყელს მიღმა 16 წლით გაგზავნილი ნავალნი უკეთეს რუსეთში გაუშვეს. ოპონენტების უმკვლელობა პუტინისგან ვის გაუკვირდებოდა, მაგრამ მკვდრებზე შურიზიება ნამდვილად მხოლოდ იშვიათ მანიაკს შეუძლია. 17 იანვარს 5 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს ნავალნის 3 ადვოკატს.
ერთი კი ვინც უცხოეთში გაასწრო დაუსწრებლად დააპატიმრეს. После 3 защитников оппозиционного политика приговорили к нескольким годам колонии. თუ ფიქრობთ, რომ ეს მომავალია, ისევ ცდებით. ბორინკამ ნიკა გვარამია მაშინ დაიჭირა, როდესაც ყველაფერთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდა. და იფიქრეთ, ვისგან რა სწავლობს ეს რეჟიმი. რაც უფრო ახლოსაა გარიჟრაჟი, ღამე უფრო ბნელია. რაც მეტად უჭერს რეჟიმი ჭანჭიკებს და ყველაფერ დანარჩენს. მით უფრო ახლოს ესმის სიკვდილის ბუზის ბზუილი. 9 აპრილს ძალიან ყველას გვეგონა, რომ ეს სამყარო, ეს უდიდესი სამყარო ჯერ კიდევ ძალიან მყარი იყო. და აღმოჩნდა, რომ თიხის ფეხებზე იდგა, ხო და უცებ იხულა. აი ამ უდიდესმა იმპერიამ. ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ ზუსტად როდის. მაგრამ აი ეს მომენტი, როდესაც თიხის ფეხებზე შედგება ყველაფერი, აუცილებლად დადგება. ლიოსა იქეთ იყოს და წავიტოვსდოვოთ ცოტა. ყველა დემოკრატია განსხვავებულია, მაგრამ ყველა დიქტატურა გავს ერთმანეთს. არა, განსხვავებები არ აქვთ. ზოგი სამხედრო გადატრიალებით მოდის, ზოგი არჩევნებით. ზოგი მსუქანია, ზოგი ჩია. ზოგი ვეგეტარიანელია, ზოგი კანიბალი. ზოგი აღწევს ეკონომიკურ წარმატებას, ზოგი სიღატაკეში იფლობა. ზოგს მრგვალი თავი აქვს, ზოგს სამკუთხედი. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველას კატასტროფისკენ მიყავს საკუთარი ქვეყანაცა და საკუთარი რეჟიმიც. თავარი განსხვავებაა, ადრე მოხდება ეს თუ გვიან და რამდენ ხანს გაგაჩერებენ და უმარხავს. Будут жить вечно.